მოგესალმებით. ეს გადაცემა ხედვა, მე კი მისი წამყვანი ჟუკიანა ფომხაძე გახლავარ. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარია თბილისის კერძო სკოლა სადუნის მოსწავლე ირაკლი მარკველიძე. მოგესალმებით ირაკლი. ირაკლი, თუ შეგიძლია გითხრა რა თემებზე საუბრობთ ხოლმე კლასელები თავისუფალ დროს? თავისუფალ დროს ერთადად გვაქვს ფეხბურთი, ლიტერატურა, პოეზია, მუსიკას თემები. როგორც მაქვს ინფორმაცია, ძალიან გიყვარს პოეზია. თუ შეგიძლია მითხრა, ვინ არის შენთვის ყველაზე საყვარელი პოეტი? ჩემმა კოორდინატორმა ყოველდღიურად დროს ვახსოვე ძიმის ჯუფების დღე და აჩვენა ბავტვის დიდი კრებული, სადაც ყველა ლექსია გავაკეთე. მოდი ასეთი რამ მითხარი, რა როლი აქვს შენი პოეზიის სიყვარულში ოჯახს? არის თუ არა ვინმე დაინტერესებული ოჯახში პოეზიით, მოწონთ თუ არა თუნდაც წიგნებთან მეგობრობა, კითხვა, იქნებ პროზა მოწონთ და არა პოეზია. და გაძლევენ გარკვეულ მაგალითებს, აი ვინ არის ოჯახში, ვინც დაუშვათ გიფიცკებს, რომ ისწავლო ლექსი, წაიკითხო, მოთხრობა, წაიკითხო უბრალოდ წიგნი. ისე ყველა მიწევს, რა თქმა უნდა, მაგრამ განსაკუთრებით ჩემი და ჩემი რამოდენიმე დღის წინ დიდიკოს საყვარელი ლექსი ისწავლა, რომ გაეხარებინა და ძალიან დამიტკბა გული. ხო, ჩაგდიჭია ძალიან და რა შეგიძლია გითხრა დაიკოსზე? გითხარი მისი სახელი და გვარი და მოგიწევი მის შესახებ. თინათი მარკველიძე ძალიან მიყვარს ქართული პროზა, ქართული კითხულობს, მეგობრებს თანამედროვე საკითხები. ვცდილობს რომ მაქსიმალურად წაიკითხოს არტიკულები პროსპარებში და სულ. მოდი შენთვის საყვარელი ერთი ლექსი წაგვიკითხე. მე დროუცლურის ინგრამაკანა, გვინდაში ჩორ, საზდან ჩორ, როგორც კარჩი აგურის ქალესური ქერათა და პენიტროვის. მე გვერდებოდი ზრუნდა გუნდები, რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ, მაგრამ დღეები, როგორც გუნდები, ჩემ დანაპირებზე მიფურებენ. დასადმეტყვია, თუ გააციებს, უსაშინელი განადგურებით, ომრობადებით, ვერმაკათებით, დამაშავრი გადაბრუნებით. მიზას შემოქმედება სევდას დევს. მოდი ირაკლი, ისიც მითხარი, რატომ გაგიჩნდა სურვილი, ან ვინ გითხრა, რომ დაუშვათ მირზა გელოვანი წაგეკითხა? მირზა გელოვანის თამაშების სამოტივებთან და ჩემო კოორდინატორმა მითხრა, რომ წამეკითხა მე და ერთ შემოყვასავს ლექსი. და მადლობა შენს კოორდინატორს, რომ ასეთი კარგი რჩევა მოგცა.
ერთხელ სამთან ანგელოზს. როგორ დავბადოთ, კაც ყველაზე ბედნიერი დაუბედო. რა დავაწყებოთ, ან ისეთი რა დავანათოთ, ათასჯერების მადლობას და საბადოებს. პირველმა თეთრმა ანგელოზმა წარსდგა ნაბიჯი. დავუბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი. წითელმა ეშებს ყმაოცნების მოღარ მიეცეს, ულამაზესი იყოს, მაგრამ უღალიბესი. ბოლოს კი შავი ანგელოზი წამოიმართა და შავი სიტყვა განუცხადა სათავიდად. სასჯელდით, მაშინ დიდი კაცი დაუბადოთ, სახელმწიფოების შესწრებოდეს სათავადოს ოღონდ. დაუბადოთ სულთანელ დროში, უთოდ ოსმალეთ და უთოდ საქართველოში. იმ ღამით ჭვისთან ვერდიოდა წყარა გრილონი, თურმე იმ ღამით დაიბადა გალაქტიკა. ასენი რომ უფრო სხვისი წაკითხული ლექსების მოსმენა მიყვარსო. ვინ არის ის, ვისი წაკითხული ლექსები ძალიან ხიბლავს? გააჩნია ვის ლექსის მოსმენა მინდა. გალაქტიონის მთაწმინდის ისტორია, რომელიც მასწავლე მაქვს, წაკითხული არ მაქვს არასდროს. გალაქტიონის მთაწმინდის ისტორია იმდენჯერ მაქვს მოსმენილი გალაქტიონის წაკითხული, რომ გამიჩნდა ტვინში და მის ზუსტად ერთ-ერთი მის სიტყვები და მისი ინტონაციები ხდება. სიკვდილის არ არის ვარდისფერგზის გარდა, რომელსაც წაბარემ მოსნაც თამამერმა არასდროს არ ყოფილა სინაზი მთვარე, რომ აშტი მომედგეს ახლოს სიკვდილს ვეგებები, რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერები, რომ გახობა საუკუნის გასწას შემექმნელი. ჯერ არასდროს არ ყოფილა. ირაკლი რამდენად თვლი, რომ ამ ყველაფერში დიდი როლი აქვს სკოლას? ძალიან დიდი როლი აქვს ჩემთვის ამ სკოლაში. ყავს ესეთი მასწავლებლები, ესე კონტინენტური კლასები, რომლებიც შემოყვარის პოეზია, ლიტერატურა. ყავდა მასწავლებელი, რომელიც ყოველდღიურად გვიკითხავდა მოთხრობებს ქართველების, ახლა ვინც ყავს კონტინენტური, სულ ცდილობს რაღაცა კვირაში 2 ლექსი გვასწავლოს, არა მარტო ძველი პოეტის, არამედ თანამედროვეს ასეთი ნაყოფიერების ხასიათი. მოგვითხრა ვინ არის მისი მეფე? გამოვიდა ჩვენი როსაც მეტრეო ახალგაზრდების სპეციალისტი რამდენიმეჯერ ნახევარს თან მიყვარს თვითონაც ამასებს მეცნიერებს როშტოს მეცნიერებს და ძალიან სასიამოვნოა ჩვენს მოვიკითხავთ დიდი პატივისცემით. ერთ ლექსს ხო არ გვეტყოდი კიდევ? ერთი გამომართების ლექსი აქვს, ძალიან დიდია და ვებსტავე და ვესტები რომ წავიკითხო კარგად. ებათო. ეს ხია შემოვარდავს. ახლა ჩემი ფიქრები მომავლისკენ გადის. დამიჯერეთ ქართულის ხოლო ფიქრი და სიბერისკენ წასული ვარ გამცეცი თავის უბედური ეპოქის თქმული არ აქვს. ამ დროის თუსაღის სასწრაფის ცხოვრების დროს მოხდა წვიმის გაუქმებული ქრისტეს ასაკს მოხარება და ყოველთვის თუსაღის სულიდან და თავს მიმართება ასეთი პენდი ჭედოთრობა ცხოვრით გამქონდა ნაცრის პერიოდში ახლა უბრალოდ ყოველს მაგრამ არის ყველა ღმერთის ხმის შეხარ ადამიანები სინონიმის ჭამს განცდა ყველა მომხდარის მინდა სული დავეწყო ღმერთის გაყიდვები მაგრამ ერთხელ დავუსვა რაშვილის ხმებად უბრალოდ ცნობები არჩევი ხმება საფთაერჩევს ხუში სევიდის პერატორი არჩევი მერხობის ოქროს მოპოვარი სიგეთ ახლა უბრალოდ ავსა და სიგეთში სხვას და გემინდარებით ჩემს მომავალს უფლის ყველაზე არის ნაცვლად სმართავის საგონში და ვიციარეთ არი ამბიონის საგონება დაუთმო ცოდვას ფიქრად მოწონეს მონოტებას ნუდარგავ ჩაიგდეთ თორე წმენით მამაპაპულით ახალგუნეთ ასეთ კაის ნამუქმედაში მოღარ დაიმს გავხდებით სულსოდა გამოგვიჯეთ უკეთეს ათხოვეთ საქართველოს დიდების ჟამი მომიახლოვეთ გახსოვდით მამაპაპულით არ არსებობს პირადი მოგავანაწილეთ მიუსაფარს მივარდნით ჭეშმარიტ დიფიცის კვლევას ერთი ქონდეთ კომპაი სადაც
სიყვარულია, სადაც გიხოთ მოყვასი, გონაგვნეულ ასულის დევნა არის საცნური, ჩანასახში ჩაკალით საქმე არა კაცური, პატიების მოთხოვნებს გუშტებს მოუღერებთ, ტყუს გამერებთ, ნამდვილს ნობებს უღერებთ, კუფრის პორში ჩაფერბილეთ, გამაგონეთ ზახილი, სამშობლოსთვის ნალესი დამანახეთ, მახვილი ჯოჯოხეთის ქვესკნელში გამაგონეთ შავლეგო, მინდა სტულა ქართულმა საზვერენი წალეგოს, ჯერ მეიმედება რომ გოლგოთას გავიდეთ, ქართულ სულსაც დაანთებთ, ცაზე ჩირაღდანივით არ დაკარგო თողონდა ძლიერობა, ერთობა, ერთმანეთის სულისთვის უფალს თხოვეთ შედობა, გულით მიუსამძივრეს, ცევდას, ცრემლად ჩამოშლოს, სულობა გადააფარეთ, დედის ხელებს ჩამოშლოს, დამანახეთ, ქართველი ერდრომ რაშენდა, ჩამოვძახეთ, რომ დილა ბედრიელი გათენდა მამაპაპის ნასისხლარს ფუჭად არ ჩაუვია, რომ ქართველის მოშული ყველა დამარხულია გულმა იადონების გული შეომიგრიოს, ვიცა შურია ცოცხლებს, შური ძიმანი ძიოს თქვენ კი მიიტევებასთან მოახდინეთ თანხვედრა, დამანახეთ ბოროტი მადლმა როგორ გახიდნა, რაღა გითხრათ, მიწავარ, სხვა რომ არ დამჩენია, აწმო მე არ მიწავ, მომავალი ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხარ დაინტერესებული ლიტერატურის კითხვით, პოეზიით, პროზით, იქმნიან ოჯახში და სკოლაშიც საამისო გარემოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი მადლობა შენს სკოლას და განსაკუთრებული მადლობა იმ კოორდინატორს, რომელიც გიქმნის ასეთ კარგ გონებრივ ვარიანტს. ძალიან დიდი მადლობა. შეგახსენებთ, ჩვენი სტუმარი იყო ირაკლი მაკვლევიძე.